დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების პოზიციით 2025 წლის იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა ესპანეთში მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით 544,000 ევროდ შეიძინა. ბრალდების მხარის მტკიცებით თანხის კანონიერი წარმომავლობა ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ და თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა შენიღბვის მიზნით 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის წყნეთში ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620,000 ევროდ მიყიდვის შესახებ ფიქციური ნაწყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. გამოძიების ვერსიით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბურჭულაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,593,212 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა. ჯუანშერ ბურჭულაძე კი ამბობს, რომ ესპანეთში ბინა მისი ოჯახის მიერ 2007 და 2011 წლებში შეძენილი ორი უძრავი ქონების გაყიდვით შეიძინა. დღევანდელ პროცესზე ბურჭულაძემ თქვა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი და მტკიცებულებები რის საფუძველზეც დააკავეს აბსურდულია. ეს არ ვიცი იმდენად აბსურდულია, რომ რანაირად გავაკეთო კომენტარი. ჩემი დაკავება მოხდა ერთი მტკიცებულება იყო ირიდი ჩვენება თან შეცვლილი. მე მგონია, რომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ. არც განამარტო სასამართლო ბრალდების მხარეს არ გაითვალისწინებდა. ერთი და მეორე მტკიცებულება იყო ის, რომ თითქოს შევნებდნენ ლეგალიზაციის მიზნით, მოტივაციით და ამბობენ უძრავ ქონებას, რომელსაც მე თვითონ არ გამიგებია. თითქოს გაასწრისავ და იმით შეიძინავ და მე თვითონ არც ეცვენებაში არ მithქვამს, რომ ამით შევიძინოთ. ქონება, რომელიც ვერ გავასწრისებ, ის მათ შორის მათი დასვრაც ასახავს იმას, რომ ის თანხა დავყარე სხვა ორი ქონების რეალიზაციით, რომელიც შემოჯავს, ყონდა შეძენილი 2014 წელს, 2011 წელს და მეორე 2007 წელს. ორივე ბინაზე მათ შორის ყონდა დეკლარირებული ეს არიჩოს ბრალდების ხარისთვისაც ერთი ბინის რეალიზაცია, რომელიც დედაჩემმა მოახდინა, მეორე ბინა, რომელიც დეკლარაციაში დასახული მქონდა, დასყიდობის ხელშეკრულება არსებობს და ფაქტობრივი მფლობელი გავს. აი ამ ბინას აყენებენ ეჭქვეშ. ოცნების ყოფილ თავდაცვის მინისტრს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.